მოგესალმებით. ეთერშია სოციალისტური პლატფორმის დრო TV4-ზე სოლიდარობის სტუდიიდან. და დღეს ჩვენი გადაცემის თემა იქნება დაპირისპირება კონსერვატივსა და ლიბერალიზმს შორის და შევეცდებით გამოვარკვიოთ, როგორ მოხდა, რომ ესე ჩქარა მთელი მსოფლიო ნელ-ნელა გადაეწყო კონსერვატიზმის რელსებზე და ამაზე სასაუბროთ ჩვენთან არიან პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის გენერალური მდივანი თემურ ფიფია და ასევე სოციალისტური პლატფორმის წევრი ცოტნე მარხი. და მინდა პირველ რიგში დავიწყო, რა თქმა უნდა, სოციალისტური პლატფორმა ვართ და ისევ დავიწყებ სტალინის ციტატით და როგორ ხედავს იმას, რასაც ჩვენ უნდა ვისაუბროთ ამ შემთხვევაში და საქართველოში და პატარა ერებისთვის პირველ რიგში ეს არის ყოველთვის ნაციონალური საკითხი. და ჩვენი კონსერვატორები ცდილობენ, რომ ნაციონალურ საკითხზე დაფუძნდეს, პირველი რა თქმა უნდა არის ყოველთვის დემოგრაფია, შემდეგ მოდის უკვე ადგილობრივი დასაქმება, მუშახელის გადინება და ამ პრობლემებს აყენებს კონსერვატიზმი საქართველოში და ასევე სხვა ქვეყნებშიც. რა თქმა უნდა, უფრო დიდ ერებს, დიდ ქვეყნებს სხვანაირი კონსერვატიზმი აქვთ, ისინი სხვა რაღაცებზე აფუძნებენ ამ ყველაფერს. ამ შემთხვევაში შეგვიძლია შეერთებულ შტატებზე ტრამპზე ვისაუბროთ, ტრამპის კონსერვატიზმი რა იქნება, ან გერმანიის კონსერვატიზმი როგორი იქნება, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა პირველ რიგში ისევ საქართველოს გარშემო ვიტრიალეთ. და დავიწყებ აქედან. პროლეტარიატმა უნდა მოითხოვოს მისი ერის მიერ ჩაგრული კოლონიებისა და ერების პოლიტიკური გამოყოფის თავისუფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში პროლეტარიატის ინტერნაციონალიზმი ფუჭი და სიტყვიერი დარჩება. ჩაგრული და მჩაგრული ერის მუშებს შორის არც ნდობა და არც კლასობრივი სოლიდარობა არ იქნება შესაძლებელი. ეს ალბათ უფრო ეხება, რა თქმა უნდა, შეერთებულ შტატებს, რუსეთსაც ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს არის მე-12 ყრილობის სიტყვა, სადაც საუბრობს ველიკორუსულ შოვინიზმზე, რომელიც მიემართება ახლად შექმნილ საბჭოთა კავშირის სხვა ერებს. და ამ საშიშროებაზე და ამით ხსნის შემდეგ იმას, რომ საქართველოშიც ანტირუსული შოვინიზმი ჩამოყალიბდა იგივე სომხეთში, აზერბაიჯანში, იმიტომ რომ ველიკორუსული შოვინიზმის რეაქციად შეიქმნა ეს ქართული ნაციონალიზმის კერები. მეორე მხრივ ჩაგრულებსა სოციალისტებმა განსაკუთრებით უნდა დაიცვან და განახორციელონ ჩაგრული ერის მუშების სრული და უთუო მათ შორის ორგანიზაციული ერთობა ჩაგრული ერის მუშებთან. უამისოდ შეუძლებელია დაცულ იქნას პროლეტარიატის დამოუკიდებელი პოლიტიკა და მისი კლასობრივი სოლიდარობა სხვა ქვეყნების პროლეტარიატთან. ბურჟუაზიის ყველა და ყოველგვარი ოინის, ხალატისა და თაღლითობის პირობებში, ვინაიდან ჩაგრულ ერთა ბურჟუაზია ნაციონალური განთავისუფლების ლოზუნგებს მუდამ მუშების მოტყუებად აქცევს. და მინდა რომ პირველ რიგში მართლაც საქართველოს დავიწყო და თემურ თქვენგან დავიწყოთ ამ შემთხვევაში. ჯერ ზედაპირულად ზოგადად რომ ვთქვათ, რაზე ფუძნდება ქართული კონსერვატიზმი, ჩვენ რასაც ვაკვირდებით, ხო? მე აღვნიშნე ამ შემთხვევაში და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის არა მარტო მისაღები, გასათვალისწინებელი და ნამდვილად ისახურებს დიდ როგორც აკადემიურ, ისე ადგილობრივ შრომას ადამიანებთან, როგორიც არის დემოგრაფიის საკითხი, რომელიც ჩვენთვის ძალიან საშიში ამ შემთხვევაში და რა თქმა უნდა კონსერვატორები და სოციალისტები ამაზე ყოველთვის თანხმდებოდნენ და დღესაც თანხმდებიან. არის შრომითი მიგრაციის საკითხი, როდესაც ჩვენი მუშახელი გადის და ჩვენ ვკარგავთ პოტენციურ მუშახელს ამ შემთხვევაში, არის დასაქმების საკითხი. და კიდევ რიგი საკითხები. თუმცა პირველ რიგში აი ამ სამზე, რომელიც რა თქმა უნდა გამაერთიანებელი არის და ის რაც დღეს მაგალითად სოციალისტების და კონსერვატორების შორის ხდება, პირობითი გაერთიანებები პირველ რიგში აი ამ საკითხების გარშემო ხდება. და ეს აღწეროთ, რატომ მოხდა აი ეს ყველაფერი ასე. მოგესალმებით მაყურებელს. როგორ შევთანხმდით ისე გავაკეთოთ. კონსერვატიზმი, კითხვის ნიშანი, ლიბერალიზმი, კითხვის ნიშანი. რა არის გამოსავალი? არის ამ ორ თავარ მიმდინარეობას შორის გამოსავალი, ან ერთში, ან მეორეში. იქნებ სხვა რამეშია გამოსავალი, ან იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც საქართველოშია და არა მხოლოდ საქართველოში. აი ამის გარშემო გავმართოთ საუბარი. იმიტომ რომ როგორც კონსერვატიზმი, ისე ლიბერალიზმი ეს სამმხრივობაა. ეს დაადასტურა თელმა, არ ვიცი, ალბათ 200 წლიანმა ისტორიამ, შეიძლება უფრო მეტიც, კონსერვატიზმისა და ლიბერალიზმის დაპირისპირებისა. საერთოდ კონსერვატიზმი აღმოცენდა როგორც პოლიტიკური მიმდინარეობა, როგორც ლიბერალიზმის პასუხი. ეს აღმოცენდა საფრანგეთის დიდი რევოლუციის შემდეგ, როგორც პოლიტიკური მიმდინარეობა. მანამდე არ ვიცი ახლა ზუსტად, მაგრამ ალბათ კონცეფციის დონეზე იყო. საერთოდ კონსერვატიზმი ნიშნავს იმის შენარჩუნებას, რაც არის.
რაც არსებობს იმ მომენტისთვის და არ გულისხმობს ცვლილებებს, განახლებას, განვითარებას. არის სხვადასხვა სახის კონსერვატიზმი, ძალიან ბევრი სახის კონსერვატიზმი არსებობს ლიბერალური კონსერვატიზმიც კი. ისე რომ რაღაცა ნიშნები არსებობს, რომელიც აერთიანებებს ამ მდინარეობას, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არ არის ისეთი ღრმა ნიშანი, რომელიც გააერთიანებს დაუშვათ პოლიტიკურ მიმდინარეობას, თუნდაც კონსერვატიზმს ძალიან ესეთ სისტემურ დონეზე. რაც შეეხება ამ პრობლემებს, რომელიც კონსერვატიზმმა დააყენა დღეს უკვე თანამედროვე პირობებში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის ქვეყნებში, შეერთებულ შტატებში, ესეც ლიბერალიზმზე პასუხია. ანუ ლიბერალურმა კაპიტალისტურმა სისტემამ შექმნა ძალიან ღრმა კრიზისი, სისტემური კრიზისი, რომლის გამოვლინებაც არის ის პრობლემები, რომელიც ახსენე. ეს არის უმუშევრობის მაღალი დონე, მიგრაცია, ჩვენთვის მიგრაცია, ჯერჯერობით ემიგრაცია პრობლემა არ შეუქმნია, ანუ შემოსულს. მაგრამ მიგრაცია ჩვენთვის პრობლემაა და ჩვენ და ევროპისთვის არის ემიგრაცია პრობლემა, ანუ ჩასული გახდა ეს პრობლემა. სხვა დემოგრაფიული პრობლემა, რომელიც ჩვენთან არის, რომ ერი იღუპება და ერი როგორც ასეთი ქართველი ერი დაღუპის რამდენიმე 10 წლეული და ქართული ერი ესე ქართული კულტურის მატარებელი ერი არის არსებობს. ხო ეს პრობლემა დგას. ეს პრობლემები რა თქმა უნდა დააყენა კონსერვატიზმმა, მაგრამ ეს პრობლემები ხო გადაჭრილი იყო პერიოდი საქართველოს ისტორიაში, რომელიც არათუ გადაჭრილი იყო ეს პრობლემები, არათუ არ არსებობდა ეს პრობლემები, არამედ იყო განვითარების მუდმივი პროცესი. განვითარების მუდმივი პროცესი, როცა საქართველოში ჩვენ ხედავდით სულ სხვა მდგომარეობას, ჩვენ ხედავდით სულ სხვაგვარ პრობლემებს და არა იმ პრობლემებს, რომელიც ჩამოთვალე. მე მაინტერესებს ხარახან ჩვენ ვახსენეთ რომ კონსერვატიზმი უნივერსალური არ არის და ვერც იქნება თავისი არსით, იმიტომ რომ ყველა ქვეყანას თავისი განვითარების სტადიები აქვს, შესაბამისად ყველა ქვეყანაში კონსერვატიული საზოგადოება სულ სხვადასხვა რაღაცას ნიშნავს და მათთვის სულ სხვა მოთხოვნები დგას, როგორც კონსერვატიული მოთხოვნები. ამ შემთხვევაში ჩვენთვის კონსერვატიული საზოგადოება შეიძლება დაფუძნდეს იმაზე, რაც ჩვენ გვქონდა და აღარ გვაქვს. არა ის, რომ რაც გვაქვს შევინარჩუნოთ, ხო? რაც გვქონდა და აღარ გვაქვს ამ შემთხვევაში, ხო? ეს არის საბჭოთა ინდუსტრიები, რაც იქიდან დაგვრჩა, ის მზარდი ტემპები დემოგრაფიის, რომ 200,000 ეთნიკურად ქართველიდან 5 მილიონი გავხდით. ეს ყველაფერი დგება კონსერვატიზმის ამ შემთხვევაში ამოცანად, ხო? სწორად ახსენეთ, რომ კონსერვატიზმის ეს ამოცანები გადაჭრილი იყო არაკონსერვატიული გზებით, პირიქით რევოლუციური გზებით თავის დროზე, მაგრამ სოციალისტური ალტერნატივის სახით იყო გადაჭრილი საბჭოთა ხელისუფლების პირობებში. ზარა აუცილებელი რევოლუციური გზით იყო ანუ რევოლუციას მე არ გულისხმობ აი სამაც სისხლის სხვას, გულისხმობ შინაარსობრივ აბსოლუტურ შინაარსობრივ სხვაობას. ამ შემთხვევაში ანუ ჩემი კითხვა მდგომარეობს რაში? რადგან ეს კონსერვატიზმი არ არის უნივერსალური, შესაბამისად ჩვენ არ გვაქვს თეორია კონსერვატიზმის. ამ შემთხვევაში მიდრეკილი ხდება კონსერვატიზმი ავანტურისტული ქმედებებისკენ არის მიდრეკილი და რატომ ვამბობ ამას? იმიტომ რომ ნებისმიერ მოძრაობას აქვს თავისი კონკრეტული შრეები. არსებობენ ცენტრისტები, არსებობენ ვისაც ყველაფრის გადაჭრა უნდა ევოლუციური გზით, არსებობენ ყველაზე რადიკალი ფრთები. კონსერვატიზმსაც ეს ყველაფერი გააჩნია. თუ იმარჯვებს რადიკალური მხარე კონსერვატიზმში, მაშინ ჩვენ გადავდივართ რაღაც ნაციონალ შოვინიზმში, ხო? და ეს ჩვენ ნახეთ მაგალითად 90-იანების დასაწყისში, როდესაც რაღაც პირველმა თავრობამ ამ შემთხვევაში გააღვივა ეთნიკური შუღლი სხვადასხვა მცირე ერებთან. თუ იმარჯვებს რაღაც ცენტრისტული მიმართულებები, შეიძლება მივიღოთ გაძლიერებული პოლიცია და შესუსტებული პროფკავშირები ამ შემთხვევაში. თუ იმარჯვებს შედარებით უფრო ესეთი მოზომილი პოზიციები, ალბათ მივიღებთ იმას, რაც მივიღეთ ახლა ჩვენ, ხო? არც არაფერი არ გვიჭირს, არაფერი ცუდი არ ხდება, ჩვენ წყნარად ვიყოთ, გარშემო ყველაფერი თვითონ დაალაგდება, რაც ქართული ოცნების სხვადასხვა არის გეოგრაფიის მიხედვით და დროის მიხედვით. აგერ
ცოტნე გაეცნო ამ კონსერვატიზმის ნაირსახეობებს, ისევე როგორც ლიბერალიზმის ნაირსახეობები არსებობს კონსერვატიზმის ნაირსახეობები და ამ მიმდინარეობებს არაერთიანებს ღრმა რაღაცა ფილოსოფიური რაღაცა ერთიანი იდეა. ამიტომ ისინი სისტემური არ არიან და ვერც იქნებიან სისტემური. მაგალითად, აი გაუგვირდება ტელემაყურებელს არსებობს ესეთი მოვლენა, როგორც ლიბერალური კონსერვატიზმიც კი. ლიბერალური კონსერვატიზმია დაუშვათ თუნდაც აი დღევანდელი ჩვენი ქართული ოცნება ვინ არიან? ეკონომიკაში ლიბერალები არიან, რიტორიკაში და დაუშვათ რაღაცა კულტურულ მიმართულებით არიან კონსერვატორები. ქაღალდზე სოციალ-დემოკრატები. ქაღალდზე სოციალ-დემოკრატები, აი სადაც უწერიათ, რომ ეს არის სოციალ-დემოკრატიული პარტია და კონსტიტუციაც სოციალური სახელმწიფო იქ თავდება ჩვენი სახელმწიფო სოციალურობა იქ პირველივე მუხში რომელია კონსტიტუციაში ხო მეხუთე მეექვსეზე უკვე არა ვარ ჩვენ სოციალური აი ხუთამდე ვარ მეხუთე მუხლი აი ეს ის არის წინამდებობებია რა თქმა უნდა და ამან ძალიან დიდი არევ-დარევა გამოიწვია ადამიანის გონებაში ხალხის გონებაში ჩვენ ვხედავთ რომ ლიბერალიზმის ეპოქა სრულდება ყოველ შემთხვევაში როგორც ხედავთ ის 40 წლიანი შუალედი მსოფლიო ისტორიისა ტეტჩერიზმის და რეიგანიზმის სხვათა შორის ტეტჩერიზმი ეს არის გაგრას როგორც იტყვიან ლიბერალური სოციალ-კონსერვატიზმის მაგალითი და რეიგანი ხო იმიტომ რომ ისინი მაქსიმალურ ეკონომიკის სფეროში მაქსიმალური პრივატიზაციის მომხრეები არიან და იკარძო საკუთრების ხელშეუხებლობის მომხრეები არიან სახელმწიფო რეგულირების მინიმიზაციის მომხრეები არიან ტეტჩერის და რეიგანის პოლიტიკის მომხრეები ვინც არის და მეორე მხრივ ტეტჩერი ჩვენ ვიცით კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელია ლიდერი იყო თავის დროზე და რეიგანიც იყო კონსერვატიული რესპუბლიკური პარტიის ლიდერი. ამაზე მინდოდა ზუსტად რა რომ აი ცოტნე რო ვკითხო როგორ უნდა რა არის წყალგამყოფი რეალურად კონსერვატიზმს შორის და მხოლოდ კულტურულ კონსერვატიზმს შორის ანუ თან ერთი ხელით ეკონომიკურად ხელს უწყობდე იმას რომ ჩემი მუშახელი გარბოდეს მოწყვლადი ვიყო ყველანაირი დასავლური პროპაგანდისა თუ თანხების და გრანტების მიმართ და თან პოზირებდე ისე თითქოს მე მინდა რომ ყველა მჩოხითია რომ საქართველოში ანუ ეს წყალგამყოფი სად არის კულტურულსა და რეალურად კონსერვატიზმს შორის. მოგესალმებით მე დღეს მერკუწევად რაღაცა კონსერვატორული აზრები წარმოგიდგინოთ და ნაკლებად დავიცვა ის, მაგრამ მოდი დავიწყოთ იქიდან აი დავუშვათ რა როგორ უყურებს კონსერვატორი აი რაც ახსენეთ თქვენ მისი ანტითეორიულობა, მისი თქვია არა უნივერსალურობა, რაზეც ყურადღება გაამახვილეთ, ამას კონსერვატორები არც მაღალვენ, კონსერვატორები იძახიან რომ კონსერვატიზმი არ არის თეორიული, ის არის პირიქით ანტითეორიული და ეს კონსერვატიზმის ნაკლი კი არ არის პირიქით ეს კონსერვატიზმის ღირსებაა და რატომ მაგალითად ამერიკელი ისტორიკოსია პიტერ ვეიგი ვინც ამბობს ზუსტად მან უწოდა პირველმა კონსერვატიზმის ანტითეორიული და მათ შორის ჰანტინგტონიც საუბრობს კონსერვატიზმის ანტითეორიულობაზე და ამბობს რომ შეუძლებელია მისი მეცნიერული კვლევა იმიტომ რომ მას არ აქვს რაღაცა კონკრეტული თეორია რაზეც არის ის დაფუძნებული განსხვავებით დაუშვათ მარქსიზმისგან და სოციალიზმისგან განსხვავებით ну თუნდაც ლიბერალიზმისგან იმიტომ რომ გვაქვს ჩვენ რაღაცა კონკრეტული ნაშრომები რომელზეც შეგვიძლია ვთქვათ რომ დაფუძნებული ლიბერალური თეორიები დაფუძნებულია რაღაცა რამდენიმე ავტორის უშუალოდ შრომებია და ეკონომისტები კი ბატონო სმიტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ხო მაგრამ ლიბერალიზმი იყო პროგრესული მოვლენა კი ბატონო ეს იყო აღმავალი კლასის მაშინ ბურჟუაზიის იდეოლოგია რომელიც პროგრესული კლასის იდეოლოგია და ამ იდეოლოგიის სახით მისი თეორიული დასაფუთება მოხდა მანამდე ფრანგი განმანათლებლების ვოლტერის დიდროს
და სხვების და ასევე ინგლისელი ეკონომისტების სმიტის და რიკარდოს. კი ბატონო, ხო და აი ზუსტად ამის რეაქცია იყო, როგორც პატრონატებმა თქვა, ზუსტად ამაზე აი საფრანგეთის ბურჟუაზიულ რევოლუციაზე რეაქცია იყო კონსერვატიზმის დაბადება, ანუ კონსერვატული აზრის დაბადება, ეს ბერკის ედმუნდ ბერკის ნაშრომში ფიქრები საფრანგეთის რევოლუციაზე ასეთი ნაშრომი აქ ქონდა ამ კაცს და ანუ იქ აი ამ დაუშვათ 19 საუკუნის მოდი ჩვენ ბატონობის გარეშე ვისაუბრო და უფრო თავისუფლად დისკუსიის ფორმა მივცეთ ამას. კი ბატონო. ხო და აი ეს დაუპირისპირდა იმ რადიკალის იდეაში ჩანასახი და დაბადების კონსერვატიზმის არის ის რომ ეს დაუპირისპირდება იმ რადიკალიზაციას პროცესებისა რაც მოახდინა საფრანგეთის რევოლუცია მაშინდელმა და გამოდის ამის წინააღმდეგ ანუ რადიკალიზმის წინააღმდეგ. საფრანგეთის რევოლუცია რომელ რევოლუციაზე საუბარი ხუთი რესპუბლიკა იყო. ეს არის 1789-91 წლებში მე-18 საუკუნის მიწურულს მოხდა ბურჟუაზიული რევოლუცია საფრანგეთში, რომლის შედეგად მე ნაპოლეონი მოვიდა ხელისუფლებაში. და რომელმაც თავები დააკრავია ფეოდალებს. კი ბატონო, ზუსტად ხო აი ამის საწინააღმდეგო რა თქმა უნდა პირდაპირ მნიშვნელობით ნამდვილად და აი ამის საწინააღმდეგო აზრი დევს კონსერვატიზმის გაჩენას იწვევს ზუსტად რომ აი ამ რადიკალური პროცესების წინააღმდეგ გამოსვლა და თავარი ღირსება რატო არის დაუშვათ ანტითეორიულობა რატო უთვლიან კონსერვატორები თავარ ღირსებად ანტითეორიულობას კონსერვატიზმს ხო ის არ დგას რაღაცა უნივერსალურ ცოდნაზე მას არ აქვს უნივერსალური ცოდნის პრეტენზია პრინციპში პირიქით დაუშვათ კონსერვატორი მოაზროვნეები ამბობენ რომ დაუშვათ აი განსხვავებით სხვა იდეოლოგიებისგან მათ შორის ლიბერალიზმისგან და სოციალიზმისგან ისინი ამბობენ რომ ანუ ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები არის შეზღუდული ანუ ჩვენ არ შეგვიძლია დაუშვათ ინდივიდუალური გონებრივი შესაძლებლობებზე დაყრდნობა ადამიანის ინდივიდუალური გონებრივი შესაძლებლობებზე ამაზე ამის სანაცვლოდ ჩვენ უნდა ავიღოთ ტრადიცია დაუშვათ რატო ტრადიცია იმიტომ რომ ტრადიცია ეს არის დროში გამოცდილი რაღაცა კონკრეტული ქცევა კონკრეტული მოდელი რომელიც დრომ და პრაქტიკამ გამოცადა იმისთვის რომ ანუ აჩვენა ის რომ ეს ტრადიცია არის სასარგებლო დაუშვათ კონკრეტული ეთნიკური ჯგუფისთვის კონკრეტული ერისთვის კონკრეტული საზოგადოებისთვის მუდმივი რეაქციონიზმისთვის წირავს ამ შემთხვევაში ამ მოძრაობას არა მივალთ იქ მას არ აქვს თეორიული საფუძველი ასე ხო მაგრამ უყურე ანუ მუდმივი რეაქციულობის წირავს ეს დაუშვათ თუ გადმოხედავ მარქსისტული ჭრილიდან მაგრამ ეს კონსერვატორები ამბობენ რომ მე ერთადერთი რასაც შემიძლია დავეყრდნო ეს არის ის რაც დაუშვათ ისტორიული გამოცდილებებიდან მე მომეცემა მე არ შემიძლია არც ერთი მე ანუ ადამიანის გონების შეზღუდულობიდან ამოდის ეს ყველაფერი თუ ადამიანის გონება შეზღუდულია მე არ შემიძლია დავეყრდნო ხო და აქედან გამომდინარე უყურეთ დაუშვათ კონკრეტულ სიტუაციაში კონკრეტული ქვეყნის ქცევა დაუშვათ აი კონსერვატორული რატო არის განსხვავებული ეს ახსნათ დაუშვათ აი ბრიტანული კონსერვატიზმი ან ფრანგული კონსერვატიზმი ან დაუშვათ გერმანული ან რუსული კონსერვატიზმი ერთმანეთისგან რატო არის განსხვავებული იმიტომ რომ ის ეყრდნობა არა რაღაცა უნივერსალურ ცოდნას რომელიც ყველასთვის ერთნაირია დაუშვათ ფრანგისთვის გერმანელისთვის რუსისთვის ქართველისთვის არამედ ეყრდნობა იმ პრაქტიკულ გამოცდილებას შენ ახლა ლაპარაკობ როგორც კონსერვატორი არა ხო ამ შემთხვევაში საზოგადოებას ხო აკეთებ ახლა კი ბატონო საუბარია რუსულ კონსერვატიზმზე ინგლისურზე სხვადასხვაზე კი არ არის უნივერსალური მაშინ ეყრდნობი ადამიანის აზროვნებას ასე გამოდის ანალიზს ხო აკეთებ კი უკვე აქ არის წინამდებობა არა როგორ იმიტომ რომ გამოცდილება და პრაქტიკა თუ ეს არ გაიაზრე სხვადასხვა იმ პრაქტიკას ვერც განახორციელებ იმ ვერ იმასიზამ ვერ გაატარებ აქ არ არის საუბარი აბსოლუტურ გამორიცხვაზე ადამიანის გონებისა და გონებრივი შესაძლებლობის არ არის ამას საუბარი აქ საუბარი არის იმაზე რომ ეს გონებრივი შესაძლებლობები ადამიანის დაუშვათ ხო ეს უნდა განიხილო რაღაცა გრძელვადიან ისტორიულ პროცესში რაც დაუშვათ შეიძლება იყოს ტრადიცია დაუშვათ ტრადიცია არის ამის გამოხატულება რაღაცა გრძელვადიანი პროცესის რომელიც ჩვენი რაღაცა ადამიანის გონებრივი შესაძლებლობის ნაყოფია რა თქმა უნდა ნებისმიერ ტრადიცია ანუ ჩვენგან გონებრივის მარტო არ არის ეს არის ისტორიული გამოცდილება პრაქტიკა არა თავის ძროზე როცა დაიბადა ხო ისტორიული გამოცდილება არ ქონდა გონებრივის მარტო კი არა უფრო არის პრაქტიკის მე არის ეს განზოგადებული გონებაში ზუსტად აი საბოლოო ჯამში პრაქტიკის შედეგია ეს რაც ჩვენ გვაქვს
კი ბატონო. ყველგან. ზუსტად ამას ომს კონსერვატიზმი. პრაქტიკის შედეგი. მე მხოლოდ პრაქტიკას ვეყნობი და არა უნივერსალურ ცოდნას. ამაზე მაშინ მე პრაქტიკას ვეყნობი. მე მაქვს ესეთი კითხვა მაშინ. პრაქტიკა სხვადასხვა. საქართველოს მაგალითი ავიღოთ. დაუშვათ გერმანელისთვის. მხოლოდ საქართველოს მაგალითი ავიღოთ რა. ანუ საქართველოში არის კონსერვატიზმის უკვე მრავალი სახე. არის პროამერიკული კონსერვატიზმი. ფაქტიურად ჩამოყალიბებული ტრამპისტული ამერიკული კონსერვატიზმი. არსებობს რაღაც დუგინისტური цаრისტული ბოლშევიკური რაღაცა ნაციონალ ბოლშევიკური კონსერვატიზმი, რომელიც წმინდად ველიკორუსულ რაღაც შოვინიზმზე დგას, რომ დიდი ერია, ბევრი ხალხია და გვიშველიან, ამაზე დგას. არის პირველი რესპუბლიკის კონსერვატიზმი, რომელიც იმიტომ რომ პრაქტიკა ზუსტად ამისი არსებობს, არის ფაშისტური ჰიტლერისტული კონსერვატიზმი, იმიტომ რომ რესპუბლიკა რომელიც მენშევიკური, რომელიც შემდეგ დაეხმარნენ მაგათ კონსერვატიზმი რაღაც რომელიც შემდეგ დაეხმარნენ ჰიტლერს და ამიტომ მათი კონსერვატიზმი დგას რაღაც ჰიტლერისტულ ფაშისტულ ვეგეთქვი რომ სოციალისტები სუბტა ლიბერალური პრაქტიკა იყო მაშინ. თუმცა სახელმწიფო რაღაცა რეგულირების რაღაც ელემენტები ვერც მოასწრა შემოედანა. ეს არსებობს და ანუ ჩვენთანაც კი კონსერვატიზმი არსებობს უამრავი. ამ შემთხვევაში ვინც თავის თავს კონსერვატორს ეძახის, ერთმანეთში ვერ გაურკვევიათ რა არის კონსერვატიზმი. ანუ ქართული კონსერვატიზმი რა არის? მაშინ აი ჩემი კითხვა არის ანუ რაზე ვფუძნდებით რა მაინც თუ არ არის რეაქციული მაშინ რაზე ვაფუძნებთ აი ეს რომელ კონსერვატორის პასუხი ტრადიციაზე საბჭოთა ტრადიციაზე არმაზის ტრადიციაზე ქრისტიანულ ტრადიციაზე 3000 წელზე მეტი გვაქვს ისტორია ხო არსებობის ანუ საბჭოთა კავშირი თუ არ დაგვიწყია არსებობა მანამდე თუ არსებობდა გვაქვს რა გარკვეული ტრადიცია მაშინ ცვალებადი მათ შორის არის ნუ მაგაში დიდი როლია ქრისტიანულ ტრადიციას აქვს თავისი როლი და უშუალოდ იგივე ისლამურ ტრადიციას, რადგანაც დიდი ხნის განმავლობაში ვიყავით რაღაცა ისლამური გავლენის ან ისლამური რომელიმე სახელმწიფოს ქვეშ ყოფით, მაგრამ არის ტრადიცია, რომელიც დღემდე მოაღწია. რატომ მოაღწია ამ ტრადიციამ ჩვენდე? რამაც მოაღწია დაუშვათ ტრადიციამ, ხო? იმიტომ რომ მან დროს გაუგზო, პრაქტიკაში გამოიცდა, რომ ჩემი მიზანი არის რაღაცა ერთი წერტილი ისეთი ვიპოვოთ, რომელიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის წმინდა კონსერვატული, რომელზეც ყველა თანხდება. შეგვიძლია ვთქვათ თუ არა და ორივეს გეკითხებით ამას, რომ ეს წერტილი შეიძლება იყოს ის, რომ საქართველო არ უნდა გახდეს საჯილდაო ქვა დიდ იმპერიებს შორის დაპირისპირებებში. არის თუ არა ეს კონსერვატული? ეგ კონსერვატიულია ესა ეს რაციონალურია უბრალოდ მგონი. რაც შეეხება კონსერვატიზმს, რომელიც საქართველოშია, რა იდეები შემოგთავაზა კონსერვატორებმა? ეს რომ კაცი უნდა იყოს და დედაკაცი. ეს რომ ოჯახის ტრადიციები, ქრისტიანული ღირებულებები და შემდეგ, ხო? ეს ისეთი ეს რომ უფროს უმცროსობა უნდა იყოს და უფროსის პატივი. არა მხოლოდ, ანუ არის რიგი პროგრესული. ეს ყველაფერი, აი ეს კიდევ რა არის, რა აქვს? არა, რიგი პროგრესული ეკონომიკური პროტექციონიზმი, ინდუსტრიალიზაცია. ვინ შემოგთავაზა ეს რომელმა? ერთ-ერთმა კონსერვატორმა ჯგუფმა შემოგთავაზა. აუ ძალიან კარგი, ეს არის ეგრეთ წოდებული სახელმწიფო ბანკი, სახელმწიფო აფთიაქცია, ანუ ეს ყველაფერი ისინი ერდობიან სოციალისტური საქართველოს ტრადიციას. მაგას ვამბობ ზუსტად. და მაგაშია საქმე, რომ ასეთი კონსერვატიზმიც არსებობს. სოფლიოში არის ასეთი მოდელი, ეგრეთ წოდებული სოციალური კონსერვატიზმის მოდელი, მაგრამ ბევრად უფრო უკეთესი ყოველგვარი წინააღმდეგობებისგან განთავისუფლებული ეს მოდელი ჩვენ გქონდა სოციალისტური სახელმწიფოს პირობებში. აი სტალინური სოციალიზმის პირობებში. ის რაც ჩვენ კონსერვატიზმმა შემოგთავაზა ლიბერალიზმის საწინააღმდეგო, იმ ლიბერალიზმისა, რომელიც დაბადა სხვათა შორის ეროვნულმა მოძრაობამ, რომელიც იყო კონსერვატიული თავის დროზე. და გაუხსნა გზა მამათმავლებს პოლიტიკაშიც და იდეაშიც საქართველოში. აი გამსახურდია კოსტავამ და მათი ბელადობით თელმა იმ ეროვნულმა მოძრაობამ გზა გაუხსნა ლიბერალიზმს, რომელიც მარცხდება მსოფლიოში და იმიტომ მარცხდება აქ სხვათა შორის. და არაფერი ახალი არ მოუწია. საბჭოთა პირობებში ის რომ ქალი უნდა იყოს და მამაკაცი. რომ ორი სქესი არსებობს, რომელიც ტრამპმა ესე იგი პირველი ეს გამოაცხადა და ეს არის დიადი გამარჯვება დღევანდელი მსოფლიო ესე იგი რა ვიცი ჰუმანიზმისა დღევანდელი აი გაიმარჯვა მსოფლიომ დაადგინა რომ მამაკაცია და ქალია ტრამპის სახით ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსის პირიდან ეს არის როგორც აი დაუშვას ჟანგბადი არის საჭირო იმისათვის რომ ისუნთქო რომ ჰაერი არის იმისათვის რომ ჰაერის გარეშე ვერ ისუნთქა ხო ეს იმენა ჩუვლებრივი მოვლენაა
იმდენად გასაგები მოვლენაა, რომ საბჭოთა პირობებში ამისი დეკლარირება სასაცილოდ ჟღერდა, იმიტომ რომ ყველა პრობლემა, რომელიც მოყვა ანტისოციალისტურ გადატრიალებას და პოსტსაბჭოთა ლიბერალურ გადატრიალებას სხვათა შორის და ეს იყო ლიბერალური გადატრიალება 1988-99 წლების ანტისოციალისტური გადატრიალება. საიდანაც უნდა დაიწყოს სხვათა შორის თუ რა დაგვაწყდა თავს ამის კვლევა და არა შემდეგ პერიოდში სამართლიანობის აღდგენა. აი იმ ლიბერალური გადატრიალების იმ პირველი ფერადი გადატრიალების შედეგი გვაქვს ჩვენ მთელი ამ 30-35 წლის მანძილზე ყველა უბედურება იქიდან მომდინარეობს. მათ შორის ესეც რომ თურმე გასარკვევია ქალია ქალი თუ კაცია კაცი. თუ რას ვაკეთებთ ჩვენ ტრადიციებს რომელიც ჩვენ 1000 წლების მანძილზე რომლითაც მოვდივართ ძალიან კარგად აქვს ეს ვაჟა-ფშაველას განხილული თავის ნაწარმოებებში და განსაკუთრებით ცოტა სხვა კუთხით, მაგრამ აი პატარა ნაწარმოებში, რომელსაც ქვია კოსმოპოლიტიზმი თუ პატრიოტიზმი. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავეხნოთ ტრადიციებს, ჩვენ უნდა დავეხნოთ იმ პრაქტიკას და რაციონალური რაც არის მასში ის უნდა შევინარჩუნოთ. თუ ჩვენ ამას ვარქმევთ კონსერვატიზმს, მე ამ კონსერვატიზმს მომხრე ვარ, მაგრამ ის რაც დამყარებულია, ის რაც რეაქციული გახდა, იმიტომ რომ ქვეყანა წავიდა წინ, საზოგადოება წინ წავიდა, იმისი მოშორება აუცილებელია და იმისი უпростоრად დაძლევა აუცილებელია. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მე ვარ განვითარების და წინსვლის და ცვლილებების მომხრე. და კონსერვატიზმი, სწორად აღნიშნე ილო თავის თავს ეს თვითონ არის მოვლენა ძალიან ისეთი მოვლენა არის ინერტული მოვლენა ინერტიზმის განწირული მოვლენა და უფრო მეტიც თუ ლოგიკურად განვითარდება კონსერვატიზმი როგორც პოლიტიკური მიმდინარეობა ლოგიკურად ბოლომდე და გერმანელები არიან ამის ოსტატები აი ლოგიკურად ავითარებენ ყველაფერს როგორც თეორიაში ისე პრაქტიკაში და განავითარეს კიდევაც კონსერვატიზმი ლოგიკურად და მივიღეთ ფაშიზმი. ეს სრულიად ლოგიკური მოვლენა იყო, იმიტომ რომ ეს იყო კონსერვატიზმის გაგრძელება იმ კონსერვატიზმისა, რომელმაც გაიმარჯვა ევროპაში გასული საუკუნის 20-იან წლებში, რაც მოდის ეთყობა ახლაც ევროპაში. და ვნახოთ ეს როგორ მოხდება. იმიტომ რომ კონსერვატიზმი ძალიან ადვილია რომ ფაშიზმში გადაიზარდოს. იქ საზღვარი სად არის კონსერვატიზმსა და ფაშიზმს შორის. კერძოდ კონსერვატიზმის იმ სახეობას შორის, რომელიც ნაციონალიზმი არის, რომლის შინაარსიც ნაციონალიზმია, იქ ვერ გაარგო, შენ სად იწყება ფაშიზმი, სად თავდება ნაციონალიზმი და სად იწყება ფაშიზმი. მაგრამ აი უცებ ვიტყოდი მაგაზეც და მე კითხვასაც უპასუხებ, აი თუნდაც აი რო ავიღოთ დაუშვათ ახლა ეს კონსერვატორული დაუშვათ აი რაღაცა საფუძვლები რა ნაშრომების თითულება საფუძვლებად კონსერვატიზმისა იგივე ფიქრები საფრანგეთის რევოლუციაზე ანტინაციონალისტურია ყველა პირდაპირ შეიძლება ითქვას ანუ ისინი კონსერვატორები თავიანთი შინაარსით თავის დროზე როცა ის როცა ყალიბდებოდა ხო იყო ანტინაციონალისტური ანუ მაშინ ნაციების ყალიბდებოდა ნაციები არ იყო ჩამოყალიბებული ბურჟუაზია რევოლუცია მოხდა მანამდე მოხდა ინგლისში უფრო მანამდე ჰოლანდიაში და ჩვენ საუბრობთ საფრანგეთის დიდ რევოლუციაზე და ერების ჩამოყალიბება ანუ ეროვნულის წარმოქმნა როგორ მათ შორის იდეოლოგისა ხდება ეს ზუსტად იმის შემდეგ ეს მე-19 საუკუნის ნაყოფი აქედან გამომდინარე ის უფრო კოსმოპოლიტური იქნებოდა კი ხო აი ამის მომენტი უფრო კოსმოპოლიტური იყო და საერთოდ ანტინაციონალისტური იყო მაგრამ აი რაც შეეხება დაუშვათ აქ საინტერესო იცით რა არის რომ აი რატო უთვლიან დაუშვათ რომ ეს დაუშვათ ანტითეორიულობა არის კარგი ანუ იმიტომ რომ ამობენ რომ დაუშვათ აი ქართული კონსერვატიზმი ანუ ქართული კონსერვატიზმი იმ რატო არის რაც ახსენეთ აბსოლუტურად გეთანხმებით რომ ქართული კონსერვატიზმი რაც შეიძლება იყოს ეს ზოგადად ისეთი ტერმინია ფაქტობრივად არ არსებულია ქართული კონსერვატიზმი არ არსებობს იდეა შეიძლება ანუ ეხლა დაიბადოს რა ვიცი ჩვენს თვალწინ არსებობდა აგერ ჩვენ თვალწინ დაიბადა ეს პატრიოტთა ალიანსია ეს კონსერვატული პარტია ეხლა იბადება ახლა იბადება ქართული ოცნების სახით რომელსაც საკვირველი ის გააკეთა რა ქვია სალტო მორტალე ასე ვთქვა წმინდა ლიბერალური პარტია
დღეს გვევლინება როგორც კონსერვატიული პარტია. ამაშია საქმე. უყურეთ ისე თქვა მინდა რომ მე ვსაუბრობ როგორც რაღაცა შინაარზე, პოლიტიკურ შინაარზე. ქართულოსმა ვერ იქნება კონსერვატორი ყველამ კარგად ვიცი, ხა ის მანტია ერთხელ შეიძლება მოირგოს, მაგრამ არ არის კონსერვატორული შინაარსის გამტარი, თავისთავად არ არის ლიბერალური შინაარსის გამტარია. იძულებული გახდება კონსერვატორული გახდეს ეკონომიკაშიც. დაიცვა შიდა ბაზარი და აი სოციალური კონსერვატიზმისკენ გაიხედოს. ანუ სოციალიზმისკენ გაიხედოს, ამას სრულიად დარწმუნებული ვარ. კი ბატონო, უბრალოდ მე იმის ხვამდა რომ თვითონ შინაარსი პოლიტიკა, როგორც ბრიტანული კონსერვატიზმი რო არსებობს და უშუალოდ ეს არსებობს ძალიან დიდი ხანია უკვე, ხო? ანუ ესეთი კონსერვატიზმი, ქართული კონსერვატიზმი არ არსებობს. და ის თუ დაუშვათ რა შეიძლება რა უნდა იყოს კონსერვატიზმი, ის უნდა იყოს კონსერვატიზმი, რაც პრაქტიკაში გამოსცადა ქართველმა ერმანამ მუშაობს, ანუ კონსერვატორი ასე უნდა უყურებდეს. რა მუშაობს რა? ის რაზეც საუბრობდით წეგან, ანუ დაუშვათ იმ წარსულზე 70 წლიანმა 70 წლიანი წარსული ჩვენი საბჭოთა წარსული ამ შემთხვევაში საბჭოთა საქართველოს დაუშვათ ეს 70 წელი საქართველოს შექმნას პროგრესული კონსერვატიზმი. ეს ანუ თავისი შინაარსით კონსერვატიზმი ამას ნიშნავს. ანუ თუ ჩვენ საუბრობთ იმაზე რომ ჩვენ უნდა დავეყნოთ იმას, რაც პრაქტიკაში გამოიცადა და მუშაობს, ხო? დაუშვათ არა რაღაცა უნივერსალურ ცოდნებს. ამაზე აქვს პრეტენზია რომ ამობენ რომ დაუშვათ თუ რაღაცა გერმანიაში კონკრეტული სისტემა კონკრეტულად მუშაობს და კარგია, იქ იმას არ ნიშნავს რომ პრაქტიკაში კარგი იქნება. ამას საუბრობენ. მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება, რომელიც კონსერვატიული გახდა, მან უნდა აღადგინოს სოციალისტური სისტემა იმ სახით, რა ფორმითაც იყო, თუ ის ლოგიკაში გაყვება ამას, რა ფორმით იყო ეს ჩვენ 70 წლის. მაგას აბრალებენ მე უერთდება რუსეთს ვაბარასაბრობ. ზუსტად მაგიტო ჩამოუთვალე, რომ ბევრნაირი კონსერვატიზმი არსებობს და ეს კონსერვატიზმიც არის რო ეკაჩება თითქოს აი ტრამპი მოვიდა ხელისუფლებაში და დამთავრდა. აღარ არსებობს ამერიკული იმპერიალიზმი, აღარ არსებობს ამერიკული ექსპანსიური პოლიტიკა. ამერიკის ყველა პარტნიორი უკვე ჩვენი მეგობარი გახდა, იმიტომ რომ ისინიც კონსერვატორები არიან და ესენიც კონსერვატორები არიან და კონსერვატორებს ერთმანეთში არ უნდა კონდეთ ეს საომარი, თუმცა გამოდის როგორც ცოტნე მაგერ აღვიძე რომ ყველა ქვეყანას თავისი კონსერვატიზმი აქვს და რუსული კონსერვატიზმი შეგვიძლია ჩავთვალოთ შოვინიზმად, რომელმაც უნდა აღადგინოს რუსული იმპერია. ნუ ამერიკული ექსპანსიონიზმი არ არსებობს, ამას ვერ დავეთანხმები. არა, მე ვამბობ რომ ესე ცდილობს დაგვანახოს პროამერიკული კონსერვატიზმი. კონსერვატიზმი ცდილობს რომ დაგვანახოს ესე. რომ იქ ტრამპმა თუ გაიმარჯვა, მოუჩა, იმიტომ რომ მაშინვე დაიწყო კანადის ჩაკლაპვა იმ ყველა ქვეყნის. ჩვენს მიმართ ვამბობ. პანამას ჩაკლაპვა. ჩვენს მიმართ ვამბობ. კანადის ჩაკლაპვა, გრენლანდის. არა, ცემურ. და ასე შემდეგ. ეს ექსპანსიონიზმი მეტია. საქართველოს მიმართ ვამბობ, ანუ ცდილობენ ისე გამოიყვანონ, ანუ თითქოს სატოპკე აუწიონ მართლ პარტიას, რომ არ არის აუცილებელი, რაც შენ თქვი, რომ ეს პროტექციონიზმი დავიწყოთ, ინდუსტრიალიზაცია დავიწყოთ, არ არის საერთაშორისო შეერთებულ შტატებს თავისი პოზიცია საქართველოს ხელისუფლების და საქართველოს მიმართ არ გამოუხატავს. არ გამოუხატავს ჯერჯერობით პოზიცია, მე ასეთი მინდა იყო თავს განებებ, არ განებებ, ასეთ რაღაც არ მოხდა. კი ბატონო, მაგაში კითხავ, მე სხვა რამეს ვამბობ. პროამერიკული ქართული კონსერვატიზმი ცდილობს გადაკაჩოს იქითკენ საზოგადოების აზრი. ქართული კონსერვატიზმი ვინ არის? არსებობს ამ შემთხვევაში ნეიტრალური საქართველოს მე ვთვლი რომ არის პროამერიკული. ისა შაქარაშვილის ხალხი? თუ არის პროამერიკული კი პროკალ. კი ბატონო. ანუ წმინდა პროამერიკულად ვთვლი მე მაგალითად. და გამოუხატავთ თუნდაც სახელითაც ტრამპისტულები არიან, ეს საქართველოს უპირველეს ყოვლისა რომ დაირქვეს, წმინდა ტრამპისტული დევიზია ამ შემთხვევაში. და ამის ტრამპი იყენებდა და დასხდნენ კიდეც იგივე ნარატივზე, ხო? აი რუბიო როგორი კაი კაცია თუ მარკო რუბიო და როგორი კაი კაცია დონალდ ტრამპი მაგალითისთვის. აი მაგას ეგენია ამ შემთხვევაში. ეს ქაჩავს, ნუ ესე ვთქვათ, ხო? ეს ქაჩავს საზოგადოებრივ აზრს იქამდე რომ არ არის აუცილებელი რადიკალური ანტილიბერალური ეკონომიკის გატარება. რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ. ანუ ჩვენი ამ შემთხვევაში დანიშნულება რა არის? მიზანი ჩვენი რა არის? რომ შევქმნათ, იმიტომ რომ როგორც საიცოდნემა, როგორც აგვიხსნა კონსერვატიზმი, ეს არის დროებითი მოვლენა. ეს არ არის მუდმივი, ვერ იქნება მუდმივი და ცვალებადია, დროებით შეიძლება არ არის, მაგრამ ცვალებადია. ანუ კონსერვატიზმი რო გაიმარჯვებს, შეიძლება 10 წელიწადში სულ სხვანაირი კონსერვატიზმი დაიბადოს იმის რეაქცია. წარმოვალია და ამ აზრი დროებითია, მაგაში მართალია ილო. ცვალებადია. მაგრამ აი კონსერვატიზმი, რომელიც ლიბერალიზმის წინააღმდეგ გარკვეული მორალური უპირატესობა გააჩნია, ორ შემთხვევაში ჩვენთან, ჩვენ პრაქტიკაში ბოლო 10 წლის მანძილზე დაახლოებით. და ლიბერალიზმის მემარცხენე მიმდინარეობად.
აი ეს აჩენს ძალიან დიდ დაბნეულობას ადამიანების გონებაში. იმიტომ რომ ლიბერალიზმი ეს თავისთავად ეს მემარცხენე მოვლენა არ არის. ლიბერალიზმიც ჭრელია. ლიბერალიზმი ჩვენ შეიძლება მემარცხენედ ჩავთვალოთ ნაწილი ლიბერალური პოლიტიკური პრაქტიკისა, რომელიც თავისი დღის სიხში აყენებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა დაუშვათ შრომელთა უფლებები, ქალთა უფლებები, სხვადასხვა სოციალური ჯგუფების უფლებები, ესეც ისინი აყენებენ ძალიან გარდაქმნილი ფორმით, ძალიან არასწორი ფორმით. აი მათი ჩათვლა შეიძლება მემარცხენედ პირობითად იცით მემარცხენე მიმდინარეობად, მაგრამ არსებობს ლიბერალური მიმართულების პოლიტიკური პრაქტიკა, რომელიც უკიდურესად მემარჯვენეა. უკიდურესად მემარჯვენეა, რომელმაც ჩვენ აი დაუშვათ ჩვენთან ეს არის შოკური თერაპიის პრაქტიკა, რომელიც ჩვენ გავიაროთ 90-იან წლებში. უკიდურესად მემარჯვენეა. იქ ჩვენ ვერ ხედავდით ვერც ეკონომიკის სფეროში და ვერც სოციალურ სფეროში ვერაფერს მემარცხენეს, იმიტომ რომ ბაზარი გადაწყვეტს ყველაფერი უნდა გაიყიდოს, როგორც საწარმო სიმძლავრეები, ანუ წარმოების საშუალებები. ისე უნდა გაიყიდოს ყველაფერი, მათ შორის სოციალური სფეროს რაც არეგულირებს. მატერიალური ბაზა უშუალოდ აი რომელიც სოციალურ სფეროს მატერიალური ბაზა. დაუშვათ ჯანდაცვის სისტემას რა უზრუნველყოფს? საავადმყოფოები, შენობები, ნაგებობები, დაუშვათ დანადგარები, ხო, სამედიცინო აპარატურა. ეს არ უნდა იყოს არაფერი, არ უნდა იყოს საზოგადოებრივი და სახელმწიფო. უნდა გაიყიდოს. და ესე იგი ბაზარმა უნდა დაარეგულიროს ჯანდაცვის სფერო. ბაზარმა უნდა დაარეგულიროს დაუშვათ განათლების სფერო, იმიტომ რომ ისიც უნდა იყოს კერძო და უფრო მეტიც წოდეს და მქონდა საუბარი. გირჩი, მაგალითად, გირჩი არის აი წარმომადგენელი, ტიპიური წარმომადგენელი 90-იანი წლების საქართველოს მთავრობებისა. აი რასაც საქართველოს მთავრობის პოლიტიკა 90-იან წლებში, 2000-იან წლებში მიშა სააკაშვილი რასაც აკეთებდა, როგორც ეკონომიკის სფეროში, ისე სულიერ სფეროშიც. ეს არის გირჩი. რომელიც გზებიც როგორც ცოტა მითხრა, მე ახლა კარგად არ ვიცნობ მათ პროგრამას, ასე თუ ისე ზოგადად ვიცნობ, გზებიც კი კერძო უნდა იყოსო. ზოგადად ბავშვები გავყიდოთო მაგას ეძახდა. ბავშვები გავყიდოთო რა შეიძლება. ხმის გაყიდვა შეიძლება არ შერბისო და ბავშვის გაყიდვაც შეიძლება სანამ ჩამოყალიბებული არ არისო. კი ბატონო, გავყიდოთ ბავშვებიც, მაშინ ეს ბავშვი მშობლების საკუთრებად თვლიან და ამით გავყიდოთ. ეს ბავშვის რა მიზნით შეიძლება გაყიდვა? თუ მისი საკუთრება მან პრობლემა შეიძლება ორგანოებისთვის გაყიდოს ბავშვი. არა, ეს მაგის არ არის, უბრალოდ აქ საუბრობენ იმაზე, რომ დაუშვათ აი მაგ ეგ ახსნა, ანუ ხო, ავადმყოფი გონება არის იდეაში, მაგრამ ავადმყოფი გონება არის, რატო მოუწიათ ამაზე ლაპარაკი, რომ აი დაუშვათ ოჯახსო, ჩვენი საშუალება თუ არა აქვს ბავშვისო, ანუ ისინი ხო სახელმწიფო ჩარევა საერთოდ და გამორიცხავენ. თავისივე მორებში შეიძლება სახელმწიფო ჩარევას გამორიცხავენ, რომ სახელმწიფომ რაღაცა ის ანუ ბავშვთა სახლის შექმნას ან აიყვანოს და იმ სხვასთან გააშვილოს იმ ვისაც შეუძლია, ვისაც უნდა და რჩენაში დაუშვათ. თუ არის ესეთი პრაქტიკა, ხო? და არსებობს ესეთი პრაქტიკა მთელ მსოფლიოში, ხო? ამის ნაცვლად სახელმწიფო კი არ უნდა ჩაერიოთ. მშობლებმა იმის გამო რომ ხო აქამდე ხო მოიყვანეს, სანამდეც მოიყვანეს და რაღაცა ხარჯი ხო გაციეს, დაბადეს, ასე შემდეგ. ამიტომ უნდა შეეძლოთ გაყიდო. ანუ მიყიდოს ვიღაცას, რომელიც მას მერე მისცემს განათლებას, მისცემს ყველა. კეთილშობილური მიზნები. კეთილშობილური მიზნები გქონს საფუძველში, კი. და ჩვენ ვხედავთ, რომ ლიბერალიზმი ისევე როგორც კონსერვატიზმი თავისი ლოგიკურ განვითარებაში ერთი მიდის ფაშიზმამდე და მე მგონი მეორეც მიდის ფაშიზმამდე. კი. სრული აბსურდამდე მიდის. ეს არის ანტისოციალური, ანტისაზოგადოებრივი მოვლენა. როგორც ლიბერალიზმი, ისე კონსერვატიზმი. კონსერვატიზმი მაინც ისტორიულად წარმავალი ის არის, იდეოლოგია არც არის, ეს არის პოლიტიკური პრაქტიკა, რომელსაც საფუძვლად უდევს რაღაცა ეკლექტიკური, ნაერთი, რაღაცა აღებული ამ სფეროდან, იმ სფეროდან, საერთო ჯამში მაინც ალბათ ქრისტიანული რელიგია. აი ძალიან საინტერესო. აი რელიგია არის ერთიანი იდეოლოგიური საფუძველი კონსერვატიზმისა. კიდევ კარგი, რომ საქართველოში ეგ არის. ანუ ზუსტად იქამდე მივედით, რაც მაინტერესებდა, რომ ვესაუბრა, ანუ რახან ჩამოვთვალეთ, რომ არის ბევრნაირი კონსერვატიზმი, მით უმეტეს საქართველოში ეს პატარა ქვეყანაში არის ბევრნაირი განშტოება და მიმართულება და მათ შორის ერთ-ერთი ვთქვით, რომ ნაწილები მისი მისაღები არის და ამას ვკითხულობ რატომ. რახან საქართველოს არ აქვს, ჩვენ ახ სოციალისტურ პლატფორმაზე ვართ, მაგრამ საქართველოში არის დიზორგანიზებული მუშათა კლასი
უძველესი დეკლასირებული საზოგადოება და ვერ ვიტყვით რომ პოლიტიკური საყრდენი ძლიერია სოციალიზმისა ამ შემთხვევაში. ამიტომ ჩვენ უნდა ვიპოვოთ მოკავშირეები იმ ხალხში, რაც ჩვენ იმაგურებით უნდა ავაშენოთ ეს ქვეყანა, რაც გვაქვს. ხო? ანუ რომელი კონსერვატორული მიმართულებები არის მისაღები საზოგადოებრივი სიკეთისთვის. აი ეს არის მე მგონი ჩვენი ამოცანა ამ შემთხვევაში. კი ბატონო, უბრალოდ მე ჩემსაც ვიტყვი, ანუ აი ამ დავუშვათ იმ ქართულ კონსერვატიულ ძალებთან დაკავშირებითაც, რომ აი მე არ გეთანხმებით იმაში, რომ რამდენი მიმართულების კონსერვატიზმი არსებობს, მე ჩემი აზრი არის, რომ საერთოდ არ არსებობს კონსერვატიზმი საქართველოში, იმიტომ რომ კონსერვატიზმი უნდა დაგეცვა. არა, ზუსტად მაგით ვიცავ, რომ ვიზახი რომ არ არსებობს, გეტყვი რატომაც. დღეს დაკარდახე რაც არ არსებობს როგორ შეუტევთ ემო. ანუ მე ზოგადად კონსერვატულ იდეაზე ვსაუბრობ და არა მარტო ქართულ კონსერვატიზმზე და ის რაც თქვით დაუშვათ რაღაცა ჯგუფები რომლებიც რაღაც სიმპათიას გამოხატავენ ერთი კონსერვატული იდეის მეორე კონსერვატული იდეის მიმართ ეს მაინც გარედან ნაკარნახევი ტენდენციის შედეგია ანუ ის რომ დაუშვათ ვიღაცას მოწონს ტრამპის კონსერვატიზმი იმის გამო კი არ მოწონს რომ თვითონ ტრამპის მსგავსად ესმის კონსერვატიზმი ვერ შეუძლებელია ქართულ ადამიანს ესმოდეს ისე დაუშვათ ტრადიცია ან ტრადიციაზე დგას და ღირებულებებზე დგას და ზნეობაზე დგას ხა ტრამპის ზნეობა და ქართული ადამიანის ზნეობა ერთად ვერ იქნება მე არ ვამბობ ეს მეტი ან ის არის მეტი ამაზე არ არის საუბარი ერთად ვერ იქნება სხვადასხვა იმიტომ რომ სხვა ტრადიცია გაქვს იმას სხვა ტრადიცია აქვს სხვა მორალი აქვს და ასე შემდეგ ხო და ამიტომ ერთად ვერ გაიგებდნენ ამის შანსი არ არსებობს უბრალოდ პოლიტიკური ეს არის უკვე პოლიტიკური ნაწილი და არა რაღაცა თეორიული ნაწილი პოლიტიკურად რაღაც ვიღაცა თulis რომ ის რომ ტრამპი კონსერვატორია და მე კონსერვატორი ვარ ჩვენ შეგვიძლია რაღაცნაირად ერთმანეთთან შევათანხმოთ ეს ჩვენი კონსერვატორობა და ეს შეიძლება ალბათ თვლიან რომ თავის ქვეყნის სასიკეთოდ წარმართვისკენ იყოს ეს ორიენტირებული მოდი სანამ გააგრძელებ უცემ რომ დავაკონკრეტ ანუ არსებობს რაღაც უნივერსალური ღირებულებები ოჯახი რაღაც რაზეც შეგიძლია ისაუბროს სიტყვაზე ჯიბეგაფხეკილმა ქართველმა და მილიარდერმა ტრამპმა და ამაზე შეთანხმდნენ და არსებობს არაუნივერსალური რაღაცები რაც მარტო საქართველოს არ არსებობს არსებობს არა გეტყვით უყურეთ ის ოჯახის გაგება არსებობს თუმცა ამერიკელისთვის და ქართველისთვის დაუშვათ ხო მაგრამ ის ოჯახის გაგებაც კი განსხვავებულია ანუ ოჯახია მაგრამ გაგება ოჯახის ამერიკელისთვის რა არის ოჯახი და ქართველისთვის რა არის ოჯახი აბსოლუტურად სხვადასხვა ამიტომ ფუნდამენტურად ისინი ამას ვერ შეთანხმდებიან უბრალოდ შეიძლება შეთანხმდნენ იმაზე რომ კი რაღაცა შენ რა ანუ კონსერვატორები რა შეიძლება შეთანხმდნენ შენ ესე უყურებ ოჯახს ეს არის მე არ ვერევი არ მაინტერესებს შენ ესე უყურებ მე ესე უყურებ ანუ განსხვავებით დაუშვათ აი რა არის ეს განსხვავებით დაუშვათ ლიბერალიზმი რომელიც გეუბნებოდა აქ შენ და ეხა უკვე ყველა თვალნათლივ ნახეთ რომ მილიარდობით მილიონობით დოლარს ხარჯავდნენ იმაში რომ ქართული კაცისთვის ეთქვათ იგივე ამერიკის შეერთებული შტატებიდან რომ ქალი კაცია და კაცი ქალია დაუშვათ და მათი ოჯახის ოჯახია მაშინ როდესაც ქართველი ადამიანი ამას ასე არ აღიქვამდა ხო ანუ ქართველისთვის კაცის და კაცის რაღაცა კავშირი არ არის ჰოლანდიელი კონსერვატორების მაგალითია ხო აი მაგას რომ ჰოლანდიელისთვის არის და კონსერვატიზმი ამათი ფუნქციონდება იმაზე რომ არაფერი უნივერსალური ღირებულება არ არსებობს რაც საერთოა შენთვის და ჩემთვისაც მაგრამ ის რაც შენთვის არის ღირებულება და ტრადიცია ესე იგი სწორია, იმიტომ რომ შენთან ეს ასე მოვიდა. გადაურჩა ჰოლანდიური კონსერვატიზმის შესახებ უფრო კონკრეტულად გავაცნოთ ტელემაყურებელს რა არის ჰოლანდიური კონსერვატიზმი ანუ პოლიტიკური პრაქტიკაა. მართლ ძალაში წარმოადგენენ? კი, ანუ ჰოლანდიურ კონსერვატულმა ბოლო არჩევნებში მოიგო კონსერვატულმა პარტიამ ჰოლანდიის, რომლებიც აცხადებენ, რომ ისინი კონსერვატორები არიან იმის გამო, რომ დაიცვან თავიანთი ეგრეთ წოდებული ჰომოსექსუალური ურთიერთობები, ანუ ეგრეთ წოდებული გეი და სხვა ურთიერთობები, რადგან ძალიან ბევრი მიგრანტი ჩადის რაღაცა ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნიდან, რომელსაც ეს მიუღებელია დაუშვათ როგორც ქართველისთვის, მას ვერ წარმოუდგენია კაცის ერთობა ოჯახად და ისინი ამას ერჩიანო საფრთხეს უფლიანო ჩვენს აი ამ ტრადიციას და ჩვენს ღირებულებას დაუშვათ ჰომოსექსუალურ ოჯახსო და იმისთვისო რომ ჩვენ დავიცვათო ჩვენი ტრადიცია და ღირებულებაო ეს ჰომოსექსუალური ერთობაო ამისთვისო ჩვენ გავხდიდო კონსერვატორები ვართ უბრალოდ კონსერვატორებიო და ამის დასაცავად მოვიდნენ ჰოლანდიის მთავრობაში ლოგიკურია ჰოლანდიელი კონსერვატორები იცავენ თავიანთ კონსერვატიზმს ძალიან ლოგიკურად ხო და მე ანუ ამ შემთხვევაში მაინტერესებს რა არის უნივერსალური მოვლენა ვაიდელი კონსერვატორი ქალბატონი რომელიც კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარეა გერმანიაში და არის ლესბოსელი რომელსაც ცოლად ყავს
ქალბატონი ყავს, ეს ხო, ეს არის მისი ქმარი ასე ვთქვათ. ამიტომ ბიოლოგიური ქალია. მოდით ანუ სხვა მინდა რომ უნივერსალური რაღაცეები ეს არ არის კონსერვატიული პოლიტიკური პრაქტიკის კრიზისი? რასაც ჩვენ ხედავთ მათ. უფრო ესე იგი გერმანელ ნაციონალ-სოციალისტებს ახლა ეს რო შეახედა, თუ როგორი კონსერვატორები ყავს დღეს გერმანიას, არ ვიცი როგორ იქნებოდა. ანუ რა არის ამ შემთხვევაში, აი ამაზე მინდა პასუხი გავიგოთ, როგორ მე ვიპოვოთ, რა არის უნივერსალური, რაზეც კონსერვატორებს მსოფლიოს მასშტაბით შეუძლიათ შეთანხმდნენ, აი სოციალისტები ხო თავხდებით, კერძო საკუთრება არ უნდა იყოს. არ არის ასეთი რამე უნივერსალური, უბრალოდ მოხდა ისე რომ საერთო მიმართულება, აი პოლიტიკური პრაქტიკა ლიბერალიზმის სახით გაიმარჯვა მსოფლიოში. ეს გაიმარჯვა ისტორიულად მოხდა ასე, რომ 80-იანი წლები გასული საუკუნის, აი 70-იანი წლების მეორე ნახევრიდან იმ რესურსები, რომელიც დაგროვდა დასავლურ კაპიტალისტურ განვითარებულ ქვეყნებში, დაგროვდა იქ რესურსები ევროპის განვითარებულ ქვეყნებში, შეერთებულ შტატებში, კანადაში, ავსტრალიაში, მათ შეცვალეს მეორე მსოფლიოს შემდეგ თავისი პოლიტიკა. კერძოდ მათ გეზი აიღეს სოციალური სახელმწიფოს შექმნისაკენ და იქ ბევრი რამ გადაიტანეს, აიღეს საბჭოთა საზოგადოების მართვის პრაქტიკა, კერძოდ სახელმწიფო რეგულირების მექანიზმები გამოიყენეს, ეს შეერთებულ შტატებში უფრო ადრეც მოხდა, ეს მოხდა 20-იანი წლების მიწურულს 30-იან წლებში, როცა იქ ხელისუფლებაში მოვიდა რუზველტი, რომელიც დაეხმო კეინსის თეორიას და გამოიყენა სახელმწიფო რეგულირების მეთოდები იმისათვის, რომ ემართა ეკონომიკური და სოციალური პროცესები. კერძოდ მან გააკეთა ის, რომ სახელმწიფო რესურსების დიდი ნაწილი მიმართა საერთო სახელმწიფოებრივი ხარჯებისკენ და ესე იგი პირველად მაშინ შემოვიდა შეერთებულ შტატებში პენსიების სისტემა და შემოვიდა სოციალური დახმარებების სისტემა. პირველად 30-იან წლებში, რომელიც სისტემურად და რადიკალურად შემოიღო საბჭოთა კავშირმა უკვე 1917 წლის რევოლუციის მეორე დღეს. და შემდეგ რა მოხდა, რომ ომის შემდეგ საბჭოთა კავშირთან ერთად ჩვენ ხედავთ, რომ შეიქმნა სოციალისტური სისტემა. ეს არ მხოლოდ საბჭოთა კავშირი იყო, არამედ მთელი სისტემა იყო სოციალისტური ქვეყნების. თავიანთი შიდა ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა კავშირებით, კულტურული და სხვა კავშირებით და ამ სისტემის გავლენით იძულები გახდა იქ მართველი ძალა, შრომელთა, იქაური შრომელთა, დასავლეთის კავშირის შრომელთა ბრძოლის შედეგიც იყო ეს. ისინი არ დათმობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მაგალითი ჰქონდათ აქეთ. მოხდა გარდაქმნა, პროგრესული გარდაქმნა იქაური ეკონომიკური და სოციალური სფეროს ყველგან. განვითარებულ ქვეყნებში, იმიტომ რომ დაგროვილი რესურსებიც იყო, მდიდრები იყვნენ და დიდარი ქვეყნები იყვნენ. დაგროვილი, ისტორიული დაგროვილი რესურსებიც აძლევდათ მათ ამის საშუალებას და ჩვენ ვხედავთ, რომ 60-იან, 70-იან წლებში ჩვენ ვხედავთ საკმაოდ ისეთ სოციალიზირებულ საზოგადოებებს იქა და ამისი დემონტაჟი მოხდა რეიგანის და ტეტჩერის პოლიტიკის მიერ და ჩვენ მივიღეთ ლიბერალური, ანუ პრივატიზაციის შედეგად, სულიერ სფეროში ინდივიდუალიზმის მომძლავრების შედეგად და ეკონომიკის სფეროში პრივატიზაციის შედეგად ჩვენ მივიღეთ ლიბერალური საზოგადოებები. და დავამთავრებ, აი საითქე მივყვა საუბარი. მე ამან მოუწია, საბჭოთა კავშირში მოვიდა სულელი მთავრობა, რომელიც ვერ თეორიაში, ვერ პრაქტიკაში ვერაფერი ვერ გააკეთეს გორბაჩოვის ხელმძღვანელობით. კომუნისტს უწოდებენ კიდე გორბაჩოვს და შევარდნაძეს დღეს ვიღაცეები, რომელმაც თავისი დათმო ყველაფერი, იმის მაგივრად შიგნით მოეხდინა კოსმეტიკური არა, საკმაოდ ისეთი რეფორმები, საჭირო რეფორმები და განვითარების გზაზე დაეყენებინა სოციალისტური სისტემა ისევ. ამის მაგივრად ორივე ხელი აწიეს და ჩაბარდნენ კაპიტალისტურ აი ამ ლიბერალურ სამყაროს და ლიბერალიზმმა გაიმარჯვა მთელ მსოფლიოში. საბჭოთა კავშირის დანგრევის შედეგად. ის მოდის დღევანდლამდე, ტრამპის მოცვლამდე ხელისუფლება, აი გუშინდლამდე
აი პირდაპირ მნიშვნელობით არა, მაგრამ როდის მოვიდა? როდის? აი იანვრამდე. იანვარში შევიდა კაპიტოლიუმში, ხო? ტრამპიც არ არის გასული. აი, აქამდე ის ინერცია არის. საბჭოთა კავშირის დანგრევის შედეგად ჩვენ გვაქვს ლიბერალიზმის პოლიტიკა მთელ მსოფლიოში. როგორც ეკონომიკის სფეროში, ისე სოციალურ და სულიერ სფეროში. ამისი კრიზისია. ამის კრიზისის ზეგი გამოგაძლიერდა კონსერვატიზმი. მასზე პასუხი იყო კონსერვატიზმი. როგორც მაშინ საფრანგეთის დიდი რევოლუციის შემდეგ იყო იმ ლიბერალიზმის, იმ თავისუფლების, დემოკრატიის, ლოზუნგების და ფეოდალური დაუშვათ უთანასწორობის ერთი ხელის მოთმის რო დაანგრია საფრანგეთის რევოლუციამ, რაც პროგრესული იყო, რა თქმა უნდა, იმის პასუხი იყო მაშინ კონსერვატიზმი. ისეთივე პასუხია დღეს კონსერვატიზმი. მაგრამ კონსერვატიზმი ვერ მოიტანს იმ პრობლემების გადაჭრას, რომელიც არსებობს სოფლიოში და საქართველოშიც მათ შორის. და ის, რომ დღევანდელი კონსერვატორები ზოგიერთები მიმართავენ სოციალიზმის პრაქტიკას საბჭოთა პერიოდისას საქართველოში, რომ ყველაფერი არ შეიძლება იყოს კერძო. ეს არის, რა თქმა უნდა, რაციონალური ხედვა, ამას ჩვენ მივესალმებით, მაგრამ ეს სრულიადაც არ არის, მე ამას არ მიმაჩნია, რომ ეს კონსერვატიულია. აი რა მაინტერესებს ახლა ცოდე რა ხარ შევთანხმდით იმაზე რომ თემ სოფლიოში არ არსებობს რაღაც უნივერსალური და გეთანხმები რომ არ არსებობს უნივერსალური, იმიტომ რომ მაგალითისთვის შეერთებული შტატები გინა ლიბერალური იყოს, გინა კონსერვატიული ის მაინც იქნება ინდივიდუალისტური. საქართველოში თუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ინდივიდუალიზმის ფეტიში რაც ახლა თემურმა ახსნა კარგად 35 წლის განმავლობაში რაც ხდებოდა რომ ინდივიდები არსებობენ და საზოგადოება არ არსებობს ჩვენი კონსერვატიზმი ამის რეაქციაში ხო არ შეგვიძლია ჩავთვალოთ რომ ეს არის მიდრეკილება საზოგადოებრივი იზოლაციონიზმისკენ რაღაც კოლექტივიზაციისკენ საზოგადოების საერთო მიზნების დასახვისკენ თუ ჩვენთანაც მაინც ჩვენი კონსერვატიზმიც მაინც ინდივიდუალისტურია შემთხვევაში ხო არ ვიცი აი მე ისე ვიქიდან ამოვაკეთებ ერთხელ მილიონჯერ თქვი ეს უკვე კატონი ვიტყვი გამონდის მაგრამ არ არსებობს მე და შემიძლია ვთქვა რომ ქართული კონსერვატიზმი თავისი შინაარსით კონსერვატიზმი რასაც ქვია. არა, მე ვაფიქრე, ვინც ეძახის საკუთარ თავს, ამ შემთხვევაში ვინც იდენტიფიცირდება როგორც კონსერვატორი და ვინც აყენებს იმ საკითხებს, სადაც ვისაუბრებთ. არ ვსაუბრობ იმაზე, რომ ტრამპი მოვიდა და ტრამპმა გაიმარჯვა და ჩვენც გავიმარჯვეთ ტრამპთან ერთად. ამ კონსერვატიზმზე ვლაპარაკობ იმ კონსერვატიზმზე, რომელიც პროგრესულ დღის წესრიგს აყენებს. სოციალისტურია, რაც თემურმა თქვა, ანუ სხვა ალტერნატივა არ არსებობს. გამოსავალი არ არსებობს. ხო, სხვანაირად ამაზე ვისაუბროთ ჩვენ აქტუალიზაცია მოვაქცინოთ ამ საკითხზე, იმიტომ რომ ახლა კონსერვატორზე. ახლა ჩვენ რის ვიჭირდება ეს? ჩვენ რო გამოსავალი ვიპოვოთ ეს მდგომარეობა, რაც არის უმძიმეს საქართველოს სოციალური სიმშილი რო არის და პურს რო ვერ ყუდულობს ხალხი სოფლებში. და დახმარების გარეშე შიმშილით რომ მოგდებიან. ისიც რომ მეზობლები ეხმარებიან, ნათესაური კავშირია, სხვადასხვა ზაის ტრადიციები. ერთმანეთთან ოჯახებს შორის დათესავებში კიდე ეს არის ერთ-ერთი კოლექტივისტური ტრადიცია. ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც გადაგვარჩენს ჩვენს ქართულ საზოგადოებას, ხო? ამის გარეშე ამ პრობლემების მოგვარება როგორ შეიძლება კონსერვატიზმის ფარგლებში შეიძლება საერთოდ რა შინაარსია კორსის სადმე არის კონსერვატიზმს რო კონდეს რამე სისტემური შინაარსი არა ტრამპი მოვიდა ხელისუფლებაში და ხედავთ როგორ დეგენერატები არიან იქ ტრამპი მას მთავრობაში აი ეს რო არის ილონ მასკი ხო რო დახტუნაობს ავიღოთ თავდაცვის მინისტრი როგორი ესე იგი ესეთი პიროვნება არის რომ არ ვიცი ახლა თავდაცვის მინისტრი მის ბიოგრაფიას გადავხედოთ ძალიან რა ვიცი მე მგონი გამონათლებელი პიროვნებაც კი არის ძალიან ისეთი ხო აი ამათ ხელში არის შეერთებული შტატების უმძლავრესი ქვეყანა ამათ რამე სისტემური შემოგთავაზეს რამე თეორიის მსგავსი შემოგთავაზეს ეს არის პასუხი იმ კრიზისზე რომელშიც არის ამერიკული იმპერიალიზმი რომელმა შექმნა ერთიანი სისტემა გლობალური ნეოლიბერალური ეკონომიკური სისტემა რომელსაც თვითონვე შლის რატომ იმიტომ რომ ეგერ გამოუშთა კონკურენტი ჩინეთის სახით
და რომ დედამიწა მრგვალია და ის ექსტენსიური განვითარების ის არ არსებობს სივრცე მეტი ექსტენსიურისთვის საჭიროა ინტენსიური განვითარება საჭიროა დაუშვათ შრომის ნაღობირების ამაღლება მაღალი ტექნოლოგიების დაუშვათ ათვისება რასაც აკეთებს ტრამპი სხვადასხვა 500 მილიარდი დოლარით არის 5.9 ტრილიონი დოლარი ჩაიდება ეგრეთ წოდებული იმაში ჭკვიან ტექნოლოგიებში აი ტრამპის გეგმის მიხედვით ამას ხვდება ახლა ამერიკის მთავრობა მაგრამ ის უბრალოდ შლის იმ სისტემას შლის იმიტომ რომ ერთიანის ესე იგი ეკონომიკური სისტემა არ არსებობს თავის ცდილობს რომ კაპიტალი დააბრუნოს შეერთებულ შტატებში ეგრეთ წოდებული რეალური ეკონომიკა იქ შექმნას თავისთან განსაკუთრებით მაღალ ტექნოლოგიური წარმოებებით დააბრუნოს შეერთებულ შტატებში როგორ მოხდება ჩინეთიდან მისი დაბრუნება ის რომ იქ არაფერი დატოვოს ეს გამორიცხულია ან კორეიდან ან მალაიზიიდან ან დაუშვათ იმიდან რა ქვია ევროპიდან ან იაპონიიდან ეს ვერ მოხდება უბრალოდ მოხდება იმიტომ რომ აი გეტყვი რატომ თვითონ გადაიტანენ ხო თვითონ ხო შესთავაზა უკვე ძალიან ბევრ იმას შესთავაზა რა ქვია მაღალ ტექნოლოგიურ იმაში ინდუსტრიაში არსებულ კომპანიებს და ფირმებს და რატო არის მომგებიანი ტრამპისთვის ევროპა იმიტომ რომ ანუ იმ წარმოებებს ყველაფერს საკუთარ რესურსი ჭირდება იგივე თუნდაც ენერგომატარებლების სახით სხვა ყველაფერს თავი დავანებოთ ხო ეს ენერგომატარებლები რუსეთთან უკრაინის ის დაიბომბა Nord Stream-ი ჩრდილოეთ ნაკადი ააფეთქეს და ერთადერთი მიმწოდებელი რაღაც რეალური მასშტაბის მიმწოდებელი არის თვითონ ამერიკის შეერთებული შტატები შესაბამისად თავის ხელში არის ევროპული ინდუსტრიების ბედი თუ არ წამოვლენ და გადავლენ ამერიკის შეერთებულ შტატებში და არ გადაიტანენ წარმოებას ჩამოემხობათ ის წარმოება თავზე ხო აქედან გამომდინარე ეს ძალიან მარტივია და ჩინეთს რაც ეხება ჩინეთს აი თუნდაც იგივე აი ამ ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით იმდენად მძლავრად ვითარდება და ისეთი მასშტაბებით ვითარდება უკვე დაუშვათ თუნდაც იგივე AI-ზე რაც იყო ბოლოს AI აუხსნად რა არის ხელოვნური ინტელექტი ასე ვთქვათ მოაზროვნე ჭკვიანი ინტელექტი მოაზროვნე კომპიუტერი ის არის მოაზროვნე კომპიუტერი რა ეს ესე დავარქვა რა ჭკვიანი ტექნოლოგია ხო ჭკვიანი ტექნოლოგია რომელიც IT აი DeepSeek ესე ქვია ჩინური ის რო გამოვიდა ეხა ბოლო განახლებული ვერსია ჩინური აი ამ ტექნოლოგიისა იმ ხელათი წინ არის ამერიკულ ანალოგზე და ChatGPT ამ შემთხვევაში ამაზეა საუბარი იმხელა წინ არის რომ სერიოზული ყევა გამოიწვია ამერიკულ საფონდო ბირჟაზე ანუ მისმა გამოჩენა რამდენიმე ტრილიონი დიზარალა ცალ-ცალკე 1 ტრილიონი დიზარალა ერთმა რომელიც ხო და ცალ-ცალკე რამდენიმე ტრილიონი დიზარალეს ჯამში ანუ ამ მიმართულებითაც ანუ ამას მივხვდენ და აბსოლუტურად გეთანხმები მაშინ რომ ეს არის რეაქცია მივხვდა რომ თუ დროზე არ მიხედა აი ამ პრობლემას და ის ასე ვთქვათ აკიდებული რაღაცა ტვირთი რომელიც მას ჰქონდა აკიდებული იგივე ნატოზე რატო საუბრობს იმაზე რომ მე ვხარჯავ თქვენი უსაფრთხოებისთვის ხო ეს ქოგათ კეთილინებე და თქვენ დახარჯეთ საკუთარ ანუ ის იშორებს იმ ზედმეტ ტვირთს იმისთვის რომ საშემ რომ აღლა მარტივად რა ვხსნათ აი საჰაერო ბუშტი რომ როცა გინდა რომ აღლა ავიდეს ხო რაღაც ზედმეტი რაც არის იქ ტვირთი იმას აგდებ საჰაერო ბუშტიდან რომ უფრო აღლა ავითეს და ევროპა ამ შემთხვევაში იმიტომ არის ცუდ დღეში და კიდევ უფრო ცუდი დღეულოდება რომ ამ შემთხვევაში აღმოჩნდა ის იმ ტვირთის როლში რომელსაც ამ საჰაერო ბუშტიდან გადააგდებენ ხო და ერთ რაღაცა მინდოდა მე თქვა აი თად ისე რომ არ გამოგვივიდეს აი ერთადერთი ის დაუშვათ ის კონსერვატიზმი დაუშვათ რაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოდის ეს არის აი ამიტომ ამაზეა საუბარი როცა კონსერვატორები საუბრობენ რომ ის ამერიკული კონსერვატიზმი როგორიც არის დღეს დაუშვათ სხვანაირი იყო 100 წლის წინ მაგრამ სიმართლე ანუ ესეთი კონცეფცია აქვს რაზეც ყველა კონსერვატიზმი შეთანხმდება დაუშვათ რა არის უნივერსალური რიგზავდი ამას შეთანხმდებიან სიმართლე არა საერთო მტკიცებების ფორმაში არსებობს რაღაცა უნივერსალური მტკიცებების ფორმაში არსებობს არამედ პრაქტიკული გამოცდილების ფორმაში ნუ პრაქტიკული გამოცდილებას თუ რომ გაყოლოდა ანუ ლოგიკურად შეერთებული შტატები მაშინ უნდა გაემარჯვე კუკლუს კლანს. მაშინ სეგრეგაცია დღევანდელემ უნდა ყოფილიყო. მაშინ უნდა ყოფილიყო ზანგებისთვის, შავკანიანებისთვის უკაცრავად ცალკე ავტობუსი, ცალკე სკოლა არც უნდა ყოფილიყო მათთვის. და საერთოდ მონაპრობელობა უნდა დარჩენილიყო სამხრეთ შტატებში.
სამხრეთ შტატებში. წააგეს და იმდო არ და საერთოდ სამხრეთ შტატებს უნდა მოიგოს ის სამოქალაქო ომი. აი მაშინ იქნებოდა რა თქმა უნდა კონსერვატიზმი, თავისი ამერიკული კონსერვატიზმი ის რაც ჩვენ მქონდა ჩვენ კი არა მათ მქონდათ მე-19 საუკუნის მთელი მე-19 საუკუნის განმავლობაში მას შემდეგ რაც გამოიყვნენ ინგლისს. ანუ კი, მაგრამ ანუ 300 მილიონიანი ქვეყანა რო ხარ, ამხელა ქვეყანა და პლუს ატომური იარაღი გაგაჩნია, შენთვის ეს ოპორტუნისტული პრაქტიკები შეიძლება გაგიმართლებს, არ გაგიმართლებს, თუ არ გაგიმართლა, როგორც არ გაუმართლა ეხა უკრაინაში დაიხევ უკან და დაიწყებ შენი ახლო მეზობლების ექსპლუატაციას და 3 მილიონიანი ქვეყანა რო ხარ და ოპორტუნისტული პრაქტიკები რო დაიწყო ყოველგვარი თეორიის გარეშე შეიძლება ხვალ აღარ იარსებო. ოპორტუნისტული პრაქტიკები რას ნიშნავს? ანუ ის რო არ არსებობს სიმართლე, არ არსებობს თეორია და პრაქტიკამ გვანახოს, მოდი ვცადოთ. მოდი აბა დავარტყათ ეხლა რუსეთს, ვცადოთ. მაგაშია საქმე, რომ აქ არც იმაშია კონსერვატიზმშია საქმე და არც ლიბერალიზმში. შეერთებულ შტატებში გაიმარჯვა ახალმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ. ამაშია საქმე. და რომელიც მე იქიდან გამომდინარე რაც თოთნემ თქვა, მაგიდან ამოვიდეთ. კონსერვატიზმის სიმართლე არ არსებობს. სიმართლე არ არსებობს, არც კონსერვატიზმში არსებობს სიმართლე და არც ლიბერალიზმში. სიმართლე არის ერთადერთი, შრომელი ხალხის სიმართლე. რომ ყველა რესურსი, რომელიც არსებობს საზოგადოებაში და ეს უნდა გამოყენებული იყოს საზოგადოებისვე მიერ შრომელი ადამიანის, ანუ მოსახლეობის დიდი უმრავლესობის ინტერესების შესაბამისად და ეს კერძო ბიზნესი და კერძო ინტერესები ამასთან არის ამ მიზანთან ანტაგონისტურ წინამდებობაში. და ეს არის სიმართლე. და ამ სიმართლეს უნდა შეეგუოს ბიზნესმენებიც, მათ შორის საქართველოში. მათ შორის ქართული ოცნება, რომელიც არის აი ამ ბიზნესმენების ინტერესების წარმომადგენელი, მსხვილი ბურჟუაზიის წარმომადგენელი, ბანკირების წარმომადგენელი. ვინ არიან პარლამენტში? ვინ არიან პარლამენტში დღეს? ერთი მუშა არის, ერთი მასწავლებელი არის, ერთი დაუშვათ მეშახტე არის, მეშახტეებზე გიყვარს საუბარი. არის ერთი არის მეტროს მემანქანე. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ წარმატებას მიაღწია მემანქანეების პროფკავშირებმა, აქვს შანსი ჩვენს მეგობრებს იქიდან მოხვდნენ პარლამენტში რომელიმეს. ან ერთს არ მეორეს. რა თქმა უნდა არ აქვს შანსი. და აი ამას უნდა მიაქციო ყურადღება, რომ იცვლება მსოფლიო და დღევანდელი საქართველოში უნდა შეიცვალოს ეს მდგომარეობა. კერძო რა მდგომარეობა, რომ ყველაფერი, ყველა რესურსი ემსახურება ბოგების ინტერესს. რას გავს თბილისი? ეს ხო დანაშაულია თითოეული ახალი შენობის აღმართვა თბილისში. არ შეიძლება ეს რომ დაიგეგმოს სხვანაირად. ეს რესურსები, რომელიც ბიზნესმენის ხელშია, რომელსაც მოგება უნდა სამშობლო სფეროში აქვს ჩადებული. შეუწყოთ ხელი, რომ რეგიონებში მოხდეს ეს. და ჩავაჯინოთ ეს ისეთ ფარგლებში კანონმდებლობის, რომ იქაც აშენდეს ისეთი, რომელიც შესაბამისია ადგილობრივი ლანდშაფტის იქნება ეს, ეკოლოგიური მოთხოვნების იქნება ეს, ხალხმოსახლეობის იქნება ეს თუ აი მაგაშია საქმე, რომ ეს ინტერესი, რომელიცაც ახლა ემსახურება დღეს ვინც არის ხელისუფლებაში, ეს ინტერესი მიიყვანს ქვეყანას დაღუპამდე. და თვითონ კლასსაც მიიყვანს დაღუპამდე, იმიტომ რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა ქვეყანაში. თუ შემოსავლების გადანაწილება არ მოხდა და ჩვენ დავრჩით საქართველოს მოსახლეობა, უღარიბესი მოსახლეობა იტალიაში მომუშავე ქალების, გერმანიაში, თურქეთში და რუსეთში მომუშავე ოჯახების მიერ გამოგზავნილი ფულის იმედად საქართველოს რა თქმა უნდა დაიღუპება. რატო არავინ არ ითხოვს ამას? მაშინ მე ესე გიპასუხებდი, დაუშვათ აი კონსერვატორ ფლექს ვიცავ. იმიტომ არ ითხოვს რომ თქვენისთან კონსერვატორებმა და ლიბერალებმა აურიეს გონება ადამიანებს. არის საერთო ჯამში იდეოლოგია და ინფორმაციული სფერო ანტისოციალისტური. ანტისოციალისტური შეიძლება არის და სოციალიზმს არ ითხოვენ და გავიგე ეგ, მაგრამ იმას მაინც რატო არ ითხოვს არავინ რატო არ გამოდიან რომ აი წამალს ვერ ყიდულობ საკვების პრობლემა გადაადგილების პრობლემა ატომიზირებულია. ეს როგორ შეიძლება ადამიანს რომ ესე აქამდე დაიყვანო რომ მე ხო ჩემი ბრალი ხო არ არის ანუ ვინ კონსერვატორი არც ჩვენი ბრალია და არც მაგრამ ეს საერთო ჯამში მაინც მართველი კლასის ბრალია მე მარტო ოცნება არ მაქვს ხედველობაში მაქვს ყველა ის პარტია რომელიც ასე თუ ისე პოლიტიკურ არანაზეა და ასე თუ ისე გავლენაზე ერთადერთი პარტია ვინც ხმა ამოიღო ამაზე
პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან არის ოფიციალური ტრიბუნიდან, არა მარგინალირებული ტრიბუნიდან არის ევროპული სოციალისტები. მათი ევროპელების მაინც და მაინც ამჯერა, მაგრამ ევროპული სოციალისტები ფრიდონ ინჯია იყო მაშინ ხელმძღვანელი, ახლა მისი შვილია ხელმძღვანელი, ვიცე-სპიკერად ირჩევენ. და ეს კარგია, რომ იმ პარტიის თავმჯდომარეს ირჩევენ, თავმჯდომარე არ არის, მაგრამ წევრი არის ვიცე-სპიკერად, რომლის სახელწოდებაშიც არის სიტყვა სოციალისტური. ამას ჩვენ მივესალმებით. და ფრიდონ ინჯიამ გააჟღერა პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან, რომ ჩვენ გვჭირდება სახელმწიფო ბანკი. რომ ჩვენ გვჭირდება ჯანდაცვის სფეროში სახელმწიფო სისტემა. ერთი მსხვილი საავადმყოფო გვჭირდებაო, რომელიც შეცვლისო აი ჯანდაცვის სფეროში, აი ამ მდგომარეობას, ბაზარს, შევა ბაზარში და დაარეგულიროს ფასებს. ფარმაცევტიული სისტემა რას გავს? როგორ შეიძლება წამლებზე მდიდდებოდეს ადამიანი? ვინც არ უნდა იყოს ის? წამლებზე შენ რომ მდიდდები, შენ ხარ დამნაშავე. არა მხოლოდ მორალურად, ეს უნდა იყოს სისხლის სამართლის დანაშაული. და წამლების შემოტანა უნდა მოხდეს მთლიანად სახელმწიფოს მიერ. ამ სფეროდან კერძო ინტერესი საერთოდ უნდა გაირიყოს. საერთოდ უნდა გაირიყოს. რაც შეეხება სხვა სფეროებს, იქაც დასარეგულირებელია. მე იმას კი არ ვამბობ, რომ ბიზნესმენებს ჩამოერთვათ თავიანთ, არა. ეს ბიზნესმენების ეს რესურსები დაუშვათ მიმართული უნდა იყოს სწორად. ასე თუ ისე, ჩვენ თუ თვალს დავხუჭავთ მაინც და მაინც იქაც არა სამართლიანობა ახლა დაუშვათ მეღვინეობის დარგი შეინარჩუნა ქართულმა ბიზნესმა. კი ბატონო, მივესალმებით ამას. აი ასეთი რაღაცა უნდა მოხდეს, რატო არ უნდა მიმართოს ბიზნესმენთა რესურსები იმისათვის, რომ მეჩაიეობა აღდგეს საქართველოში. არ შეიძლება ეს გაკეთდეს მთავრობის დონეზე? არ შეიძლება ეკონომიკის სამინისტრომ ამას მიაქციოს ყურადღება? იქ არიან სპეციალისტები, მე ვიცი. სოფლის მეურნეობის სამინისტრო შემოჩნდნენ სპეციალისტები, რომლებმაც იციან როგორ უნდა გაკეთდეს ეს. ამაზეა საუბარი. ბიზნესმა უნდა მიხედოს ქვეყანას. აი, მაინტერესებს ახლა სანამ დავასრულებთ, აი შევეხეთ ახლა სოფლის მეურნეობის საკითხს და მართლა ძალიან ხშირია ხოლმე, ანუ კონსერვატიულ წრეებში თუ რაც ქვიათ ამ ეროვნულ წრეებში მაგალითისთვის, ხო, აი სოფლის მეურნეობა, მიწა სოფლის მეურნეობა და არავინ არ ეხება იმას, რასაც წესით დარიგით უნდა ეხებოდან. ეს არის ასევე ქალაქი. ქალაქი უნდა იყოს ინდუსტრია, რომელიც ამარაგებს სოფელს ტრაქტორით ან რაღაც ამდაგვარით და სოფელი უნდა ამარაგებდეს ქალაქს იმ პროდუქტით, რომელიც ქალაქში შედება, თორე არათანაბრად განვითარდება. აი, ნამდვილი ტრადიციონალისტი. ქალაქში უნდა იყოს ტრაქტორის ქარხანა, სოფელში უნდა იყოს ეგრე არის. სხვანაირად, ანუ სხვანაირად სიმინდის მოყვანა. სხვანაირად როგორ უნდა განვითარდეს ეკონომიკა თუ ჩვენ ყველა ჩვენი პროდუქტი სიტყვაზე რუსეთში კი ბატონო წაიღოს რუსეთში კლევა და გაკეთოს ძალიან ძნელი არათანაბრად განვითარდეს ეს არის ჩვენ დაუშვათ ეს არის რა თქმა უნდა ისეთი ინდუსტრია ადგილზე უნდა განვითარდეს ის რასაც ტრამპი აკეთებს აი ტრამპს შევხედოთ კარგად შევხედოთ დაუშვათ ამის რესურსები ქვეყანაში ჩინეთიდან დავაბრუნოთ არ არსებობს ამიტომ ჭირდება ჩვენ საერთაშორისო ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრირება ჩვენ ახლა ტრაქტორთა ქარხანას ჩვენ აქ ვერ ავაშენებთ. თუ ეს ავაშენებთ, ის ტრაქტორები, რომელიც ამ ქარხანას, რომელიც გამოუშვებს, მისი დიდი ნაწილი იქნება საექსპორტო. ნეტა მაგის რესურსები კონდეს, ავაშენოთ აქ. მაშინ იქ უნდა დაიპყრო შენ შესაბამისი ბაზარი, მაგრამ რუსეთის ბაზარიც კი ევროპაში ვინ შეგიშვებს შენი ტრაქტორებით რო აშენო აქ. აქ ჩინეთია ამ სფეროში. აქ პოსტსაბჭოთა სივრცეში ძალიან მაღალ ტექნოლოგიური წარმოება ბელარუსს გააჩნია. ჩვენ უნდა გამავითაროთ ის წარმოებები ადგილზე, რომლის კონკურენტულობაში ჩვენ დარწმუნებულები ვართ. რო იქ ჩაგრილი თანხა ბიზნესმენების იქნება თუ სახელმწიფო რესურსები, რომ იქ აუცილებლად შედეგს გამოიღებს. და ამისი გათვლა შეიძლება არსებობს ხალხი, რომლებიც ამას იკვლევენ, ჩვენ სამინისტროებშიც არიან და მის გარეთაც არიან სპეციალისტები, ასე ვთქვათ. სახალხო მეურნეობის დაგეგმვის ფაკულტეტი იყო თსეუში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლიბ კორპუსში. მახსოვს მე-4 სართულზე. რეალ დროს ხო? ხო, აი დარგთაშორისი კავშირები, ტექნოლოგიური კავშირები, ჰორიზონტალური და ვერტიკალური. ამას სწავლობდნენ და დაგეგმვას სწავლობდნენ ისინი. ჯერ კიდევ ცოცხლები არიან. ბოლო კურსის ვინც დაამთავრა მაშინ. ჩემი ხნის ხალხია. არიან სპეციალისტები, რომლებსაც ამის გათვლა შეიძლება გავაკეთოთ და ჩვენ უნდა დავაყრდნოთ იმ პრაქტიკას. აი აქ ახლა ვარ კონსერვატორი. აი საბჭოთა პრაქტიკა, როგორც ცოტნე თქვა. საბჭოთა პრაქტიკას მიწა ახსენე, ხო ილო? მიწა შესწავლილია ჩვენთან მაღალ მეცნიერულ დონეზე.
ჩვენ აქ ჩვენ გვყავს კარგი სპეციალისტი, მოდის ხოლმე სოფლის მეურნეობის სპეციალისტია სოფურაშვილი. ჩვენთან გოჩა. ხო, აი ძალიან კარგად ხსნის. ისე მაღალ მეცნიერულ დონეზეა შესწავლილი მიწის ფონდი საქართველოში, სად, რომელი რეგიონში რა შეიძლება გაკეთდეს და რომელი სასოფლო-სამეურნეო კულტურა უნდა მოვიყვანოთ იმისათვის რომ მიწა იყოს გამოყენებული მაქსიმალურად ეფექტიანად. სად უნდა მოხდეს მელიორაცია, სად უნდა მოხდეს ირიგაცია. ამისი უმდიდრესი გამოცდილება გვაქვს. ჩვენ თუ არ დაუბრუნდებით საბჭოთა გამოცდილებას, მე არ ვამბობ იმას, რომ ეს მარტო სახელმწიფო რესურსებმა გააკეთოს. ბიზნესმენებმა გააკეთოს ეს. ოღონდ იმ ჩარჩოში მოაქციო, რომ ეს მშენებლობაში არ წავიდეს ყველას თანხა. აქ შევზღუდოთ და იქ მივცეთ საშუალება. თანადაფინანსებაში შევიდეთ იმ ბიზნესმენთან ერთად. იმ მიმართულებით რომ მიმართოს თავისი რესურსები, ამაზეა საუბარი. ბატონო და ჩვენი გადაცემა უკვე დასრულს მივუახლოვდა. ჩვენი სტუმრები იყვნენ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის გენერალური მდივანი თემურ ფიფია და სოციალისტური პლატფორმის წევრი ცოტნე მარღია და დღეს ჩვენი სასაუბრო თემა იყო კონსერვატიზმი სოფლიოში, კონსერვატიზმი საქართველოში და ამის დაპირისპირება იმ ლიბერალურ ჰეგემონიასთან, რომელიც როგორც ჩანს და როგორც ჩვენც აქ ვისაუბრეთ, უკვე დასასრულს უახლოვდება. დიდი მადლობა მეგობრებო სტუმრობისთვის და დიდი მადლობა მაყურებელს ყურადღებისთვის. კარგად გრძანდებოდეთ.